შენობა ახლა რომლის ფონზეც მე ვდგავარ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, არის თბილისის არქეოლოგიის მუზეუმი. თვითონ მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ რაღაც დაახლოებით 40 წლის წინ, თუმცა სამწუხაროდ გარკვეული პირობების გამო ეს მშენებლობა შეჩერდა და ნაცვლად 4 შენობისა მხოლოდ ერთის დასრულება მოხერხდა და ისიც რა სავალალო მდგომარეობაშია, თქვენ თვითონაც ხედავთ, მალე თუ არ მოხდა მისი რეაბილიტაცია, ალბათ თვითონვე იქცევა არქეოლოგიად. თვითონ მუზეუმი მდებარეობს თრელიგორების უძველეს ნასახლარზე, რომელიც ბრინჯაურ რკინის ხანაში წარმოადგენდა მთელი კავკასიის მასშტაბით უდიდეს დასახლებას, სადაც ევროპისა და აზიის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო სატრანზიტო გზები იკვეთებოდა. მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ასევე კულტურათა შორისი ხიდის ფუნქცია, რაც დღევანდელი გლობალური პრობლემების ფონზე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და ეს ამას შეიძლება შექმნას სწორედ მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს. აი ამ იდეის პოპულარიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის გასაკეთებელი, რასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს მუზეუმი სწორედ მოემსახუროს. ამ მუზეუმში მოწყობილი გამოფენების საშუალებით შეიძლება იქნეს ნაჩვენები მთელი ის ისტორია, თუ როგორ იქცა ჩვენი ქვეყანა ჯერ ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლეთის ფორპოსტად და ხიდად სწორედ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ საქართველოს ტრანსკონტინენტურ ხიდად დამკვიდრების იდეა შეიძლება იქცეს ერის თანხმობის ძირითად ღერძად და შესაბამისად ქვეყნის განვითარების სტაბილურ გზად.